შეიძლება გეკითხა არის რომ რაღაც clarifying კითხვები დაგესვა ამოცანის იმაზე პირობაზე. ნუ პირობაზე არა, დატაზე. აი მაგალითად რა რეინჯში შეიძლება იყოს ფასები და რა ზომის შეიძლება იყოს მასივი. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე ამოცანის ამოხსნას რო იწყებთ, რომ clarifying question-ები დასვა. ჩემი, ნუ დაკვირვებით, როცა კანდიდატი არიწყებს იმას კითხვის დასმას, და ეგრე იწევს ამოცანის ამოხსნას. ნუ ძალიან ხშირ შემთხვევაში რაღაც 70% შეიძლება მეტი არის შედეგი უარყოფითი. იმიტომ რომ ზოგადად ნუ მე რაც გამომისცია და რაც მინახავს, დიდ კომპანიებში ამოცანები როცა გეძლევა, არ გეძლევა სრული სახით. ან გაწერილი, ან